გარე ვაჭრობა, ანტისანიტარია, გაუსაძლისი სუნი. ქუთაისში მწვანე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ლერმონტოვის ქუჩაზე მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც მოქალაქე მეგატივს უყვება, გარე ვაჭრობის გამო ჩაკეტილია ბორდიულები, მოუწესრიგებელია პარკინგი, ადგილობრივებს ასევე აწუხებთ დასუფთავების პრობლემა. ნაგვის მანქანას გაზდის ბაზრიდან გამოტანილი ნაგვის წვენი და იღვრება გზაზე. არის გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარია. ბაზარს პარკინგი რომ აქვს, სავსეა მანქანები, ელოდებიან ადგილს, შუა გზაზე კეთდება საცობი. ბაზარმა ვინმე რომ დააყენოს და როცა არ არის ადგილი უთხრას. ამავე დროს ბაზრის მეორე ჭიშკარი, საიდანაც პარკინგზე ადიხარ, არის ქუჩა და არა პარკინგი. ბაზარმა შეგნებულად უკანონოდ გააკეთა პარკინგის შესაძლო ჭიშკარში. ვიყავით მერიაში, პასუხი აქვთ. შემდეგი გვიშვებენ დასუფთავების სამსახურში, ზაოდში, ზაოდიდან მერიაში. გარე ვაჭრობაზე პასუხი კი არ აქვთ. ჩვენი მოთხოვნაა მოწესრიგდეს გარე ვაჭრობა, გადაიჭრას პარკირებისა და ნაგვის პრობლემა, ამბობს დათო გოგაბერიშვილი მეგატივთან საუბრისას.